6 პიჯაკის და 1 კაშმირის პალტო საქმეზე ბადრი კოჭლამაზიშვილმა მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუსაჯა ოლიგარქის მორჩილმა მოსამართლემ 2030 წლის ოქტომბრამდე განუსაზღვრა მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნის ვადა. ამავე საქმეზე ბრალდებულ თემურ ჯანეშიასთან დაკავშირებით კი როგორც მოსამართლემ განმარტა, გადააკვალიფიცირა მუხლი, თქვა რომ თემურ ჯანეშია დამნაშავე არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მის შემთხვევაში არა პატიმრობა, არამედ ჯარიმა გამოიყენა 300,000 ლარის ოდენობით. დღევანდელ გადაწყვეტილებას მოსამართლისას არ დასწრებია თემურ ჯანეშია, არც მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა სასამართლოს, რომ განაჩენის გამოცხადება გადაედოთ, რადგან თავად სურდა, რომ ყოფილიყო სასამართლოს სხდომათა დარბაზში და ვიდრე ექიმები არ მისცემდნენ მას რეკომენდაციას, რომ სხდომას დასწრებოდა, განაჩენი არ გამოცხადებულიყო იმ დრომდე, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოყვა. მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მონას ეძახდნენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის აქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის D ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახელდასვამად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვარით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოო მოსახდენად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადი საფლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. თემურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილის A და D ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველ ნაწილზე. თემურაზ ჯანაშია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300,000 ლარის ოდენობით. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. შალდებულებს უფლება აქვს შეწავლების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, ამით საქმის განხილვა დამთავრებულია, კარგად წერდებოდეთ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის გადაწყვეტილებას ისმენდა კლინიკა ვივამედში. ახლა თინა ბოკუჩავა გააკეთებს განცხადებას, ის მიხეილ სააკაშვილის წერილს გააცნობს საზოგადოებას და მოусმენთ მის პოლიტიკურ შეფასებასაც. რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი ბადრი კოჭლამაზიშვილის გადაწყვეტილებაზე და გვეტყვის მის პოზიციასაც მოსამართლის ვერდიქტზე. ხალხოთი ამ პირდაპირ ეთერში ვართ. რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეზე და ამ ვერდიქტზე? მადლობა. იცით რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისი მოთხოვნის მიუხედავად არ მიეცა შესაძლებლობა რომ თავად ყოფილიყო დღეს წარმოდგენილი აქ. ამიტომ მე წავიკითხავ წერილს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ საპყრობილედან. პრეზიდენტი სააკაშვილი წერს: რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო.
იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ ძალა ერთობაშია. მართლაც 11 წლის მანძილზე საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო, ეძებდნენ დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ ამის ვერც ერთი მტკიცებულება მათ ვერ ნახეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანკა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რა თქმა უნდა, რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯები, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა გავრილოვის მასპინძლობისთვის. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც აპროტესტებდნენ გავრილოვის სტუმრებას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას. სამაგიეროდ ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის მიზნობრივია ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც დაიხარჯა პოზნერის, პუტინის პროპაგანდისტის მასპინძლობისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის რეალურ სახეს, როგორც რუსულ რეჟიმს, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. სინამდვილეში ეს არ არის განაჩენი პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა, რომელსაც ებრძვიან და შესაბამისად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ასე რომ ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ და პირიქით ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ შორის იმ ათეულობით სხვა ადამიანთან ერთად, რომელიც ასევე სატუსაღოებშია, რომელთა ერთ-ერთ ხდომაზე ახლა შევდივარ, იმისთვის რომ ქართული სახელმწიფოს იდეა რეალიზდეს და ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა. თქვენ მოусმინეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეაშინებენ და ვერ გააჩერებენ მის პოზიციას კლინიკა ვივამედიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის სწორედ ასეთი იყო. მან აღიქვა, რომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა 9 წლიანი პატიმრობის განსაზღვრით მოსამართლე ბადრი კოჭრამაჟიშვილმა პიჯაკების საქმეზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით სხვათა შორის მოსამართლე ბადრი კოჭრამაჟიშვილმა პრეცედენტი შექმნა. მან პრაქტიკულად ახლა ოლიგარქის დამორჩილებულ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს ძალოვნებს უთხრა, რომ ბრძანების შესრულება არის დანაშაული. ამ პრეცედენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კეთდება სამართლებრივი შეფასებებიც და კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც, როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, თემურ ჯანაშია მხოლოდ იმიტომ ვერ ჩასვა ციხეში სასამართლო და ოლიგარქმა, რომ მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვის სამსახურის წარმომადგენლების საკუთარი ძალოვნების. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თავდაყირა აყენებს სამართლებრივ სისტემას და ამბობს, რომ თუ პოლიტიკური ინტერესი არსებობს, მათ შორის დავალების შესრულებაზეც შეიძლება გავაკეთოთ კვალიფიკაცია, მოვიფიქროთ რაღაც მუხლი და დავსაჯოთ ადამიანი. ბუნებრივია, ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ხელისუფლების ინტერესი ამ ეტაპზე არის მისი პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება და არა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. ვერ გაბედა ერთადერთი რამის გამო. მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების. იმ ადამიანების, რომლებიც შევარნაძეს იცავდა, სააკაშვილსაც იცავდა და ეხლა მათ იცავს. მათი შეეშინდა. იმიტომ რომ ამ ადამიანების სიგნალი, რომ ხვალ რომ ერთგულად რომ ემსახურებიან, ხვალ ამას დაიჭერენ. და მეორედ მოერიდათ და შეეშინდათ. იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც პისტოლეტით მათ დაძდებს და იცავს იმ ადამიანს თუ ესე გაწირავ,
იმ ადამიანისგან მე საფრთხე იქნება და თავის ტკივილი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში კარგია რომ ვერ გაბედეს დაჭერა, მაგრამ мотивация უნდა გვესმოდეს. დაცვების, საკუთარი დაცვების, აი ივანიშვილს რო დაძდევს, იმას კალაძეს რო დაძდევს და აი ამ ხალხის შეეშინდა და ძალიან კაია რომ შეეშინდა. ბრძანების შესრულება არის დასჯადი, ეს პრეცედენტი და ეს სიგნალი გააგზავნა, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემდა სამწუხაროდ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც აი ამ მესიჯს იგებენ რეჟიმისგან, ალბათ ფიქრობენ, რომ მომავალშიც, როგორც ბევრმა ეს გააკეთა ნაციონალური მოძრაობის პერიოდიდან გადმოვიდა, გადმოპორტირდა, ითანამშრომლა, ასე ვთქვათ, რეჟიმთან და თავზე ხელი გადაუსვეს და ერთგვარი მურუსიძე გახდა, ფიქრობენ, რომ მომავალშიც რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა შეიცვალოს, ჩვენც იმ ახალი რეჟიმის რეალობას მოვერგებით, მაგრამ ეს ასე აღარ იქნება. სამარცხვინია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, ისეთ პრეზიდენტს, როგორც გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, ასამართლებს რეჟიმი იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის რეპუტაციისთვის გამოიყენა ის ფინანსები, რომელიც გულისხმობდა არაღიარების პოლიტიკას და გულისხმობდა იმ დასახელებ ჩამონათვალს, რომელიც სასამართლოსთვის იყო ცნობილი და ეს გამოიყენეს მისი სასჯელისთვის. სამარცხვინო ეს ყველაფერი, ანუ ადამიანს ედავებიან თანხას, რომელსაც ერთ დღეში იპარავს ბიზინა ივანიშვილი და მისი რეჟიმის მსახურები. ბიჯაკების საქმეზე 11 წლიანი განხილვა დღეს დასრულდა. სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე მეორე ინსტანციაში. სააპელაციო სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ადვოკატების საჩივრები და როგორც პირველებმა გავარკვიეთ, პროკურატურა სახელმწიფო ბრალდებას აპირებს, რომ გაასაჩივროს თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებით ბადრი კოჭლამაზიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროკურორმა დღეს ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მართავს სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ თემურ ჯანაშია დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო მქონების გაფლანგვასთან დაკავშირებითაც და ჯარიმის ნაცვლად მას პატიმრობა შეუფარდოს მეორე ინსტანციამ. ეს განცხადება პროკურორმა სულ ცოტა ხნის წინ პირველებთან გააკეთა, როგორც მოისმინეთ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, დანაშაულს ადგილი არ ქონია და ბუნებრივია უკმაყოფილო არის 6 ბიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებით. დღევანდელ სასამართლო პროცესს არესწრებოდა თემურ ჯანაშია. ის სხვათა შორის ყველა სასამართლოს ხდომაზე იმყოფებოდა ამ 11 წლის განმავლობაში და დღეს ხო ის გამონაკლისის შემთხვევა, როდესაც ის სასამართლოში არ მოსულა. ამის შესახებ ისაუბრა მოსამართლემაც, როგორც პირველებისთვის არის ცნობილი, თემურ ჯანაშია დღის ბოლოს გააკეთებს ამ ხმაურიანი საქმესთან დაკავშირებით მის განცხადებას.